ქალაქი არის ის გარემო, რომელიც ჩვენ ქმნის იმათ, ვინც შემდეგ ჩვენ ვართ. არა მხოლოდ ოჯახი, არა მხოლოდ სასწავლებელი, არამედ ქალაქი, ქუჩა, სამეზობლო და ეს ყველაფერი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თქვათ საქართველოში ითვლება, რომ ოჯახში აღზრდილი ახალგაზრდა. ხელოვანის შემთხვევაში კიდე უფრო მეტად, იმიტომ რომ ის ამ ძიებას, რაც ხელოვნებისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ახდენს ზუსტად ქალაქში. თბილისს ჰქონდა ძალიან კარგი თვისება, რომ მასში არსებობდა ბევრი სხვადასხვანაირი ადგილი. აი თუნდაც ძველი თბილისი, სანამ მისი სახე შეიცვლებოდა, საბჭოთა თბილისი, მასივები, ეს სტალინური სახლები, რომელიც სხვანაირ ესთეტიკას ქმნიდა ქალაქში, მოდერნისტული შენობები, ეს ესთეტიკა, რომელსაც ქალაქი გვაძლევდა. შემდეგ ჩვენ კიდე გარდაგვექნა სხვა ხელოვნების ნამუშევრებში. მე ძალიან მეშინია იმ ტენდენციის, რაც დღეს თბილისში არის, რომ ეს მრავალშრიანობა თბილისს ეკარგება და რომ ეს განსხვავებული თუნდაც ცხოვრების წესი, თუნდაც ქუჩათა ქსელის სისტემა, თუნდაც შენობების იერსახე იკარგება და იქმნება ისეთი ქაოსი, როგორც აი ამ ტერიტორიაზეა და საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ თბილისს ზუსტად ისეთს, როგორც არის ეს მთლიანად ეს ადგილი.